მოგესალმებით. დღევანდელ სერიაში, სადაც ვამხელთ, როგორ ავრცელებენ ისლამურ პროპაგანდას დასალური იდეალების საფარქვეშ. დღევანდელი გამოჩენილი პერსონაჟი კი შესანიშნავი მატყუარა ლილი ჯია, ეს ქალი, რომელიც შესაძლოა თქვენ სიახლეების ლენტაში დროდადრო გამოჩენილიყო, რადგან ცდილობს ისე წარმოაჩინოს, თითქოს ისლამისტად გახდომა საუკეთესო რამაა, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ. უყურეთ და ყურადღებით მოусმინეთ, რადგან ეხლა ბევრ რამეს ისწავლით იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობენ ისინი თქვენი მანიპულირებას. კიდევ ვინმეს გონია უცნაური, რომ დიდ ბრიტანეთში ანტიიმიგრაციას აპროტესტებენ და მუსლიმებს ზულთ. მაგალითად, რა არის თქვენი ეროვნული სპორტი? ფეხბურთი ხომ ასეა, მაგრამ მოთამაშეთა 72% უცხოელია. გინდათ რომ ისინიც სახლში წავიდნენ, მაშინ რამდენ მატჩს მოიგებდით? თქვენი საუკეთესო მოთამაშეც კი მოჰამედ სალაჰიც კი მუსლიმია. ოლიმპიადაზე რა ხდება? დიდ ბრიტანეთში მოპოვებული თითოეული 3 მედლიდან 1. თქვენი მუსიკა. ფრედი მერკური, ჯგუფ Queen-ის სოლისტი ზანზიბარშია დაბადებული. რიტა ორა, დუა ლიპა, ბებე რექსა, ყველა კოსოვოდანაა, მუსლიმური ქვეყნიდან. კეთ სტივენსი, რომელიც ახლა იუსუფ ისლამის სახელითაა ცნობილი, ბერძენი კვიპროსელია. ჩარლი XCX, მისი მშობლები უგანდიდან ემიგრანტები არიან. ზეინ მალიკი, ჯგუფ One Direction-ის წევრი, მისი მამა პაკისტანელი მუსლიმი ემიგრანტია. თქვენი საამაყო წარმომადგენელი მოტოსპორტში. ლუის ჰამილტონი, მისი ოჯახი ემიგრანტები იყვნენ. მეცნიერებას შეხედეთ, 3-დან 1 მეცნიერი ემიგრანტია. თვითონ თქვენი რიჩარდ დოკინსიც კი კენიაშია დაბადებული. თქვენ საუკეთესო ბრიტანელ მეცნიერებს შორის, რომლებიც ახლა ცოცხლები არიან მუსლიმი ემიგრანტები, რომლებმაც ნობელის პრემია მოიგეს და თავად მეფის მიერ რაინდებადაც კი ბადათნენ. ეს არის ისლამური პროპაგანდის სისტემის პირველი ნაწილი. ცდილობენ ყველას დაუმტკიცონ, რომ იმიგრაცია სინამდვილეში ძალიან კარგი რამაა. გაითვალისწინეთ აქ, უბრალოდ მცირე შეუმჩნეველი მინიშნებაა, რომ ის ადამიანები, რომლებზეც ის საუბრობს, ყველა ლეგალური იმიგრანტი იყო. როცა ხალხს იმიგრაციასთან პრობლემა აქვს, პრობლემა აქვს არალეგალურებთან, რომლებიც არ არიან მზად ასიმილირდნენ ბრიტანეთის კულტურაში, ან საერთოდ რომელიმე კულტურაში. დუა ლიპა კარგი? ცნობილი ადამიანი, რომელიც სცენაზე ცეკვავს, ნამდვილად არ არის ის მაგალითი იმ იმიგრანტებისა, რომლებიც ისლამისტურ გრუმინგ ბანდებთან არიან დაკავშირებული, რომლებზეც საუბრობთ, როცა ვამბობთ, რომ იმიგრაცია არ გვინდა. მაგრამ ის რეალურ პრობლემას არ ეხება. ის იღებს ემიგრანტების პრობლემას და ისე აყენებს საკითხს, თითქოს პრობლემა შენ ხარ, რადგან არ აფასებ იმას, რასაც ეს ადამიანები რეალურად აკეთებენ შენთვის. ისლამური პროპაგანდა ერთ-ერთში აბსოლუტურად ოსტატურად შესრულებული. შეხედეთ თქვენს თავს. თქვენ ხართ ფარისევლები. ვერ ხვდებით? ჩვენ რეალურად სასარგებლო ვართ თქვენი საზოგადოებისათვის. ამ დროს კი ყურადღებას გაშორებთ რეალურ პრობლემას, იმ საკითხს, რომელიც არ მოგწონთ. სხვათა შორის მოგესალმებით გადაცემაში პუშბექი, მე მქვია მეირა კეი, თქვენი წამყვანი ვარ. არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ არხი და ამ ვიდეოს პოპულარიზაციას შევუწყოთ ხელი. და ერთი მოგლე სიტყვა ჩვენ სპონსორზე, სანამ მის ფსიქოტიკურ შეხედულებებს კიდევ უფრო დეტალურად განვიხილავთ. გინახავთ თათაურები საკრუიზო გემზე გავრცელებულ ეპიდემიაზე. ამ დროისთვის 3 გარდაცვლილი, რამდენიმე დადასტურებული შემთხვევა და ახლა ამერიკელ მოგზაურებს აკვირდებიან ჰანტავირუსთან კონტაქტის შემდეგ. ეს არის ერთადერთი შტამი, რომელიც ადამიანიდან ადამიანზე გადადის. პანდემიამ მნიშვნელოვანი რამ გვასწავლა. როდესაც ახალი ვირუსი ჩნდება, ჯანდაცვის სისტემა სწრაფად იტვირთება. აფთიაქებში წამლები იწურება, რეცეპტები იგუიანებს ან უარყოფილია, ხოლო კლინიკები გადათვირთულია. ამიტომ გირჩევთ, რომ ჯანმრთელობის კომპანიის გადამდები დაავადებების სადანგებო ნაკრები უკვე სახლში გქონდეთ, სანამ დაგჭირდებათ. შეუკვეთეთ ონლაინ ახლავე. ის შეიცავს ექიმის მიერ დანიშნულ მედიკამენტებს და ასევე ნებულაიზერს სასუნთქი სიმპტომებისთვის. იმედია არასდროს დაგჭირდებათ. ამიტომ როცა შემდეგი აფეთქება მოხდება, აღარ მოგიწევთ პანიკაში ძებნა. თქვენ უკვე გექნებათ აუცილებელი მედიკამენტები და სასუნთქი მოწყობილობები ხელთ, მზად გამოსაყენებლად. შედით twc.health/twc.health/mira და გამოიყენეთ კოდი MEIRA, MEIRA, რომ დაზოგოთ $33 და მიიღოთ უფასო მიწოდება. გაითვალისწინეთ, რომ ნაკრებები ხელმისაწვდომია მხოლოდ აშშ-ის მცხოვრებლებისთვის. გმადლობთ ჩვენ სპონსორებს და დაუბრუნდეთ კიდევ უფრო მეტ პროპაგანდას. შეხედეთ თქვენ სავაჭრო სექტორს. ყველაზე ძვირადღირებულ ბრენდს, რომელიც გაქვთ, Harrods. ის ეკუთვნოდა 2 მუსლიმ მიგრანტს, მათ შორის მუჰამედ ალ-ფაიედს. დიდი ბრიტანეთის ყველაზე მაღალი შენობა მუსლიმებმა ააშენეს. დიდი ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი ოჯახი მიგრანტებია და ამ ყველაფრის მიუხედავად დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის მხოლოდ 6%-ია მუსლიმი. მაშ რატომ ამდენი სიძულვილი უმცირესობის მიმართ? ნერვიულობთ დანაშაულის მაჩვენებელზე? დანაშაულების 90%-ზე მეტს მუსლიმები არ სჩადიან. იცოდით, რომ მუსლიმები წელიწადში $70 მილიარდ მეტს შემოაქვთ დიდი ბრიტანეთის ეკონომიკაში. მუსლიმები ყოველ წელს 2.2 მილიარდ $-ზე მეტს წირავენ ქველმოქმედებაში. ეს უფრო მეტია, ვიდრე ნებისმიერი სხვა რელიგიის შემთხვევაში. იცი, რასაც აქ ვისმენ ესაა, ვაუ, ძალიან ბევრნი არიან, ძალიან ბევრნი. მათ ძალიან ბევრი ძალა აქვთ.
მისგან რაიმე განსაკუთრებულად გენიალურს ვერ ვისმენ. ვფიქრობ ალბათ ბევრ რიცხვს იტყუება. ამას გადავამოწმებ და ვნახავ, მართლა ასე დაბალია თუ არა დანაშაულის მაჩვენებელი დიდ ბრიტანეთში, როგორც ის ამბობს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ როცა ამას უყურებ, ყველა განგაში ზარი უნდა გიცემდეს თავში და უნდა იკითხო, რატომ არიან ისინი ყველგან? რატომ აკონტროლებენ ყველაფერს? დიდ ბრიტანეთს რას უპირებენ? მაგრამ არა. ის ისე გესაუბრება, რომ ფიქრობ ღმერთო, რა შესანიშნავი წვლილიში აქვთ მათ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ჩვენგან უმეტესობას არანაირი პრობლემა არ აქვს იმ ადამიანებთან, ვისაც აქვს კავშირი თქვენი ისლამის რელიგიასთან. ჩვენ პრობლემა გვაქვს არალეგალურ იმიგრაციასთან და ჩვენი რელიგიური თავისუფლებების ხელყოფასთან. ცოტა განსხვავებულია. მოდით ნახოთ. შეხედეთ ამ გოგონებს როგორ იხსნიან ჰიჯაბებს. იცის კი დიდმა ბრიტანეთმა რაზე აპროტესტებენ ისინი. პირველ რიგში არც ერთი მუსლიმი ამას არ გააკეთებდა. ამბობთ, რომ გსურთ ქრისტიანული ღირებულებისდების დაბრუნება, მაგრამ ღვთისმშობელი მარიამი ჰიჯაბს ატარებდა. მონაზვნები ჰიჯაბს ატარებენ. თორაში, ბიბლიაში, ყურანში ყველა რელიგიური ქალი ჰიჯაბს ატარებდა. ასე რომ ზუსტად რას აპროტესტებთ ვერ ხვდები. ნახეთ, არა, ჩვენ ჰიჯაბს არ ვატარებთ. ეს სიმართლე არ არის. ჩვენ არ ვატარებთ, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ მისი კლასიკური ნაბიჯია. მომეცით საშუალება დაგიმტკიცოთ, რომ ჩვენი რელიგიური რწმენები ზუსტად ისეთივეა, როგორ მტკიცვია, როგორიც თქვენია. ეს არის. არა, ასე არ არის. ის ფაქტი, რომ ადრე არსებობდნენ რელიგიური ლიდერები, რომლებიც მოდურად იცვამდნენ, თავს იფარავდნენ, ან მონაზვნები, რომლებიც რელიგიური ლიდერები არიან, ისტორიული ტანსაცმლის ტარება ძალიან განსხვავდება იმგან, რაც ირანში ხდება, სადაც ქალებს აიძულებენ ჰიჯაბის ტარებას და არ აძლევენ უფლებას, რომ სხვა რამე ჩაიცვან, გარდა იმისა, რომ სახე მთლიანად დაფარული კონდეთ. აქ საკმაოდ დიდი განსხვავებაა. მაგრამ კიდევ ერთხელ, ის ისე საუბრობს, თითქოს ყველა ერთნაირები ვიყოთ. და ისტორია, კონტექსტი, ის რაც მოხდა, ბიჭებო, რას ამბობთ, რაზე ლაპარაკობთ? ჩვენ ყველანი ვატარებთ ჰიჯაბს. ეს არის ის, რასაც ისინი აკეთებენ. და ის ძალიან კარგად აკეთებს ამას. მოდით ნახოთ მისი კიდევ ერთი ვიდეო. კომენტარები ჩვენს გუშინდელ ვიდეოზე ყურანის წაკითხვის შესახებ. მოდით ნახოთ. إلى قريش إلى فيهم رحلة الشتاء والصيف فليعبدوا رب هذا البيت კიდევ ერთხელ შემომხედე. მე საყვარელი დედა ვარ, ლამაზი დედა ვარ, ჩვეულებრივი დედა ვარ. შეხედე ჩემს ქალიშვილს. აცუია მაგარი ბოტასები, უკეთია ყურსასმენები, აქვს მაკიაჟი და თავის iPhone-ზეა. ჩვენ ჩვეულებრივები ვართ. ეს ძალიან ლამაზი საქციელია, მეგობრებო. იცით რომ ეს ლამაზია. ეს ნორმალურია. მოდით გახდით იმის ნაწილი, რასაც ვაკეთებთ. არა. კარგი, მოდი კიდევ ვნახოთ. მოდი კიდევ ვნახოთ ამ ხალის პროპაგანდა, რადგან ეს მართლა გულისამრევია. ვერ ვიტან ამას. მოდი ვიპოვოთ მისი კიდე ერთი ვიდეო, სადაც ის რაღაცებზე ლაპარაკობს. ვნახოთ. მაკდონალდსი ასევე იყო აღმასრულებელი დირექტორი. იცოდი, რომ მაკდონალდსის ვიცე-პრეზიდენტი ასევე იყო Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი ფარმაცევტული კომპანიაა. ასე რომ ნახე ეს. 1986 წელს ჯეფ კინლერი იყო მაკდონალდსის ვიცე-პრეზიდენტი და მრჩეველი, ხომ ასეა? და შემდეგ ის ხდება Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორი. ანუ რა ხდება? მოდი ერთი წამით გავარკვიო ეს. ის მუშაობს კომპანიაში, რომელიც იწვევს ჯანმრთელობის მრავალ პრობლემას, როგორიცაა სიმსუქნე, დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. შეიძლება გაიფიქროთ, რატო საუბრობს ლილი ამაზე. გეტყვით რატომაც. ეს იმიტომ ხდება, რომ ისლამისტური გადატრიალებისა და ინდოქტრინაციის პროპაგანდის ნაწილი არის ის, რომ დადაჯერონ თითქოს თქვენ საზოგადოებაში ყველაფერი არასწორადაა. რადგან როცა გონია, რომ თქვენ საზოგადოებაში ყველაფერი არასწორადაა, ნდობას კარგავთ და იწყებთ სხვაგან უკეთესი გამოსავლის ძებნას. არ ვიცი როგორ დასრულდება ეს ვიდეო. მოდით ვნახოთ. დავდებ თავს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ მინახავს როგორღაც ისლამი გამოჩნდება და ყველაფერს გადაარჩენს. იმ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც ამ ჯანმრთელობის პრობლემების გადაწყვეტას ყიდით. არ არის გასაკვირი, რომ დასავლეთს სძულს ისლამი. ისლამი სრულიად გრძალავს მოტყუებას ბიზნესში. ყურანი ამბობს, რომ ბიზნესი უნდა აწარმოო პატიოსნებითა და სამართლიანობით. და ამ ყველაფერთან ერთად ისლამი სრულიად გრძალავს სარგებლის მიღებას ექსპლუატაციითა და ზიანის მიყენებით. აი გეთაკვა, ზუსტად ასეა, როგორც ვივარაუდე. ის ვიდეოს დაიწყებს ახსნით, თუ რატომ არის დასავლეთი ასეთი კორუმპირებული და შემდეგ აჩვენებს, როგორ არის ისლამი გამოსავალი. კარგი, მოდი კიდევ ერთს ვნახოთ. ისლამი სიძულვილს ავცელებს. მართლა? მოდი ვნახოთ.
არ მოიტყუო, არ იჯაშუშო, არ ილანცხო, უდანაშაულო, არ დააზიანო, ზურგს უკან არ ილაპარაკო. უბრალოდ დაარტყი ცოლს სახეში თუ არ გისმენს. პატივს სცემდე ქალებს, დააპურე ღარიბები, შეასრულე შენი დაპირებები. მაგრამ დარწმუნდი რომ ადამიანებს მოატყუო ისლამის დასაცავად და ტაკიისთვის და შეგიძლია იმდენჯერ იცრუო, რამდენჯერაც გინდა. არ აიღო ქთამი, არ იჭორავე. მაგრამ ფული კი აიღე იმ ადამიანებისგან, ვინც ისლამისტი არ არის, რადგან ისინი უწუნოები არიან და შენ გეკუთვნის ჯიზიას გადასახადი. აკონტროლე შენი გაბრაზება. მაგრამ აღარასდროს ცოლზე. თუ არ მოგისმენს, დარწმუნდი რომ მუშტი ჩაარტყი. სხვა ადამიანებზე კარგი იფიქრე. ისაუბრე, თუ ისინი უწმუნოები არ არიან, რა თქმა უნდა, და მაშინ დარწმუნდი რომ ისინი შენზე დაბალ ადგილზე დადიან, რადგან ისინი ღვთის სიტყვას შეურაცხყოფენ. სიკეთით იყავი თავდაბალი, ბოროტება სიკეთით უპასუხე. ეს ნიშნავს, რომ მოკლა ყველა, ვინც შენგან განსხვავებულია, განსაკუთრებით თუ ისინი ცდილობენ შენი რელიგიის დატოვებას ან სხვა რამეს სწამთ. ეს შესანიშნავია. ეს არის სიკეთის განსაზღვრება. იყავი პატიოსანი საქმეში, პატივი ეცი მშობლებს. მართლა კი ეს საშინლად ჟღერს. თუ რამე გამომრჩა. არაფერი გამოგრჩა, მაგრამ საჯაროდ გამოდიხარ და შინაარსზე პირდაპირ იტყუები. აი თქვენც ნახეთ, პატარა მასტერკლასი იმაზე თუ როგორ ავცელებენ ისინი პროპაგანდას. დაწყებული იმით, რომ დასავლეთი წარმოაჩინო პრობლემად, არჩევენ ისლამის გარკვეულ ელემენტებს და ავცელებენ მათ, რათა დაამტკიცონ, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ყოფნა სრულიად ნორმალურია. და როგორ არის თქვენი საზოგადოება სინამდვილეში სიღრმეში, ამ ყველაფერთან სრულად თანხვედრაში. აი ამას უნდა დაგაჯერონ და ასე ახერხებენ ადამიანების მოქცევას. და სწორედ ასეთი რამეების მიმართ უნდა იყო უკიდურესად ფრთხილი. მადლობა რომ ამ საკითხს ყურადღება მიაქციეთ.